2 ივლისი არის ის დღე, როდესაც უბადლო გმირობას ჰქონდა ადგილი ჩვენი მეომრებისგან, როდესაც მოულოდნელად დესანტი გადმოსხა მოწინააღმდეგემ თამიშთან მართლაც რომ დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ ძალიან ბევრი მაგალითი იყო უბადლო ვაჟკაცობის. პარალელურად ბრძოლები მიმდინარეობდა ივლისის ამ პერიოდში სოხუმში, იმისათვის რომ არ მისცემოდათ მტერს და მოწინააღმდეგეს საშუალება დაეკავებინა სოხუმი, სანამ ტამიშზე გარღვევა მოხდებოდა ჩვენი სამხედრო დანაყოფებისგან. ჩვენმა ჯარისკაცებმა აჩვენეს, როგორი ბრძოლა შეუძლიათ სამშობლოს სიყვარულით გულანთებულებს. დღევანდელი დღე არის დიდი ტკივილის დღე, დღევანდელი დღე არის დიდი გამარჯვების დღე და მინდა მომავალ თაობა მიცოდეს. ჩვენ ყველაზე დიდი ვალდებულება, რაც გაგვაჩნია თითოეულ ქართველს, თითოეულ ადამიანს ეს არის გვახსოვდეს ეს ადამიანები, ვინც საკუთარი სამშობლოსათვის თავი გაწირა და მეორე, ყველაზე ლამაზი და ყველაზე ღირსეული პროფესია ემსახურებოდა საკუთარ სამშობლოს. დღევანდელი დღე ჩვენთვის ეს არის სინანულისას, სიამაყისას, იმიტომ რომ 2 ივლისს 93 წლის დაიწყო ტამიშის გარღვევა, სადაც ქართველი მეომრების წინააღმდეგ გამოყენებული იყო რუსული რეგულარული არმია, სადესანტო ბატალიონები, მაგრამ ქართველმა ჯარისკაცებმა 2-დან დაწყებული ოპერაცია 9 ივლისს დაამთავრეს წარმატებულად და მოხდა სოხუმის მიმართულებით იმალყის გარღვევა. მეორე მხრიდან სოხუმის მხარეს იცავდა მეორე ჯგუფი, რომელიც ორივე მერდროულად დაიწყო და მოკლედ ორივე ოპერაცია 9 ივლისეულად დასრულდა. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქართველი მეომარი დაიღუპა და დღეს მოვედით აი ამ მეომრების პატევის მისაღებად. საერთოდ აფხაზეთის ომი საქართველოს ისტორიაში დარჩება ერთ-ერთი ისეთ ფურცლად, სადაც გმირობა და დამარცხების სიმწარე ერთმანეთში არეულობენ. ამიტომ დღევანდელ დღეს ვერ გეტყვით, ერთად არის სიამაყეც და ძალიან დიდი გულის დაწყებაც. თამიში მაშინ აჩვენეს ბიჭებმა თამიშზე ცუგუროვკაზე, სადაც სოხუმი დაცული იყო ცუგუროვკიდან. სხვა არაფერი არ გამოვიდოდა. სულ რამოდენიმე ბრძოლა გვაქვს. ისეთი, რომელიც თვალშად საჩინო არის. მათ შორის არის თამიშის ბრძოლა ცუგუროვკა და მე ერთის მხრივ მოხარული ვარ იმის გამო, რომ ბიჭები მინსკ აქ არიან, ცოცხალი არიან, მეორეს მხრივ დამწუხრებული ვარ იმით, რომ დაღუპული ბიჭები ყავს. და სამწუხაროდ ბევრს არ ესმის რა არის დაღუპული ბიჭების ამბავი.